გზავნილები ჩამოიტანა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა მიუნხენის კონფერენციიდან. ამ თემაზე სალომე ზურაბიშვილი ამ წუთებში ოპოზიციურ პარტიებს ხვდება, მანამდე დღის განმავლობაში შეხვედრები გამართა დიპლომატებთან, ყოფილ ელჩებთან, პოლიტიკოსებთან. შეხვედრის მიზანი მხოლოდ მიუნხენის შედეგების განხილვა არ არის, თავის მხრივ მეხუთე პრეზიდენტ შეკრებილების სოლიდარობას უცხადებენ, ერთხმად გმობენ მასზე ორგანიზებულ თავდასხმას ოცნების მხრიდან. კეთი ნადიბაიძე მუშაობს თემაზე, რა განცხადებები გაკეთდა წინასწარ, მისგან შევიტყობთ, კეთი გისმენთ. წუთით ველოდებით შეხვედრის დასრულებას ამჟამად მიმდინარეობს ზახურულკარს მიღმა შეხვედრა პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან დაახლოებით 1 საათია. ეს შეხვედრა გრძელდებოდა, როგორც შეხვედრის დაწყებამდე მათ განგვიცხადეს, ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება მიუნხენის საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობდა სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ცოტა ხნის წინ დაბრუნდა მიუნხენიდან და საუბარი იქნება იმ გზავნილებზე, რომელიც ჩამოიტანა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა. დღევანდელი შეხვედრა შეიძლება ითქვას ასევე ერთგვარი მხარდაჭერის და სოლიდარობის გამოცხადებისთვისაც გამოიყენეს და გამოიყენებენ ოპოზიციის წარმომადგენლები იმ ფაქტის გამო, რომელიც მოხდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, როდესაც მიუნხენიდან დაბრუნებულ სალომე ზურაბიშვილს თავს დაესხნენ ქართული ოცნების მხარდამჭერები. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა ცოტა ხნის წინ რომ შეკითხვები დაგვესვა თავად სალომე ზურაბიშვილისთვის ამ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიებასთან დაკავშირებით, რომლის დაწყებასაც ის მოითხოვს და დღეს ოფიციალურად განცხადება შეიტანა მისი სახელით ეკაბესელიან, თუმცა ზურაბიშვილმა ჩვენს შეკითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვა, თუმცა შეგვიძლია ვნახოთ ახლა რა განცხადებები კეთდება პოლიტიკური პარტიების ლიდერების მხრიდან, რომლებიც შეხვედრის დაწყებამდე ჩვენ ჩავწერეთ და აქვე გეტყვით იმასაც, რომ სანამ ოპოზიციის წარმომადგენლებთან დაიწყებოდა შეხვედრა, მთელი დღის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილი ხვდებოდა ასევე ყოფილ დიპლომატებს, უფრო მანამდე კი დღის პირველ ნახევარში ის შეხვდა საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს. ეს პროკურატურაში შეიტანეთ განაცხადი. გაქვთ თუ არა რაიმე ქმედითი ნაბიჯების გადამცემები გამოძიებისგან? ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ასეთ შემთხვევაზე ჩვენ მიმართოთ საგამოძიებო ორგანოებს, გავასაჩივროთ, სადაც შეგვიძლია, იმიტომ რომ მოვა დრო და ყველა დანაშაულს უნდა გაეცეს პასუხი, მათ შორის იმ დანაშაულს, რომელიც არის დანაშაულების არ გამოძიება და მათზე თვალის დახუჭვა. პროტესტს აქვს თავისი ადგილი, თავისი უაღრესად მნიშვნელოვანი ფუნქცია და მასზე დგას ყველაფერი დანარჩენი, მაგრამ მე ვფიქრობ, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ მოხდეს გეოგრაფიული გავრცელება და განვითარება ამ პროტესტის და ასევე არათანამშრომლობის გაძლიერება აი ამ არალეგიტიმურ რეჟიმთან და იმ უკანონო ბრძანებებთან და გადაწყვეტილებებთან, რომლებსაც ისინი იღებენ. სპონტანურობა გამოირისხება, როგორც მინიმუმ, ალბათ არავინ არ დადის ღამის 5 საათზე კვერცხით აეროპორტში, ხო, როგორც მინიმუმ. ამაზე ფიქრის კი არ შეიძლება და ეს იყო დაგეგმილი პოლიციის ხარდაჭერით, პოლიციის, ასე ვთქვათ, საფარქვეშ, პოლიციის მიერ გადაღობილი კედლის უკნიდან ისროდნენ ადამიანები, ორივე შემთხვევაში ესე იყო. ხმებიც კი რო გავაკეთოთ ექსპერტიზა დარწმუნებული, ხმები, რომელიც ახმოვანებენ ასე ვთქვათ შეურაცხყოფებს, ისინიც კი შეიძლება ერთ და იგივე იდენტური ადამიანების ხმები იყოს. გამოძიების მეტი არა, რა თქმა უნდა, ხა თავის თავს ხო არ დაიჭერენ ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ეს ასე ვთქვათ ჩატარებული არის ეს ოპერაცია დაგეგმილია ძალიან მაღალ დონეზე, ივანიშვილის პირადად დავალებით, შესრულებულია ასე ვთქვათ პოლიციის მონაწილეობით. დიმიტრი სკიტიშვილი, რომელსაც უსმენდით, წარმოადგენს გიორგი გახარიას პარტიას. მე შეგახსენებთ, რომ გახარიას იმყოფებოდა მიუნხენში და მასაც სწორედ მაშინ დაესხნენ თავს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, როდესაც ის მიუნხენიდან დედაქალაქში დაბრუნდა. შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიამაც ჯერ კიდევ გუშინ მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გამოძიების დაწყების მოთხოვნით. დღეს კი უკვე სალომე ზურაბიშვილის სახელით გენერალურ პროკურატურაში შეიტანა ოფიციალური მიმართვა მისი ინტერესების დამცველმა ეკაბესელიამ. ველოდებით შეხვედრის დასრულებას, რომელიც მიმდინარეობს ამ წუთებში, დაახლოებით უკვე 1 საათია და მეტ დეტალს სავარაუდოდ ამ შეხვედრის შინაარსთან დაკავშირებით გავიგებთ ცოტა ხანში.